ჯონ ბევირი, გაამრავლე ღვთისგან ბოძებული პოტენციალი. თავი მეოთხე, მნეები. ჩვენ განვიხილეთ სიტყვები მადლი და ნიჭი. ახლა ყურადღებას მივაპყრობთ სიტყვას მნეობა. მას შემდეგ, რაც მის მნიშვნელობას დავადგენთ, სამივე სიტყვას შევაკავშირებთ წმინდა წერილიდან და ჩვენი ცხოვრებისათვის საჭირო ნათელ მითითებას აღმოვაჩენთ. მირიამ უებსტერის ლექსიკონი მნეობას შემდეგნაირად განსაზღვრავს. ადამიანისათვის მინდობილი საგნის ფრთხილი და პასუხისმგებლიანი მართვა. გონივრული იქნება საკვანძო სიტყვების ბერძნული განსაზღვრებების მოძიება, რადგან ხშირად თარგმნილი სიტყვები ზუსტ მნიშვნელობას ვერ ინარჩუნებენ. თუმცა სიტყვა მნეობას ეს არ ემუქრება. ბერძნულისა და ინგლისურის მნიშვნელობები ერთმანეთს თითქმის ემთხვევა. ზემოხსენებულ მუხლში მნეობის შესატყვისი ბერძნული სიტყვა გახლავთ ოიკონომოს და ასე განისაზღვრება. ის, ვისაც რაიმეზე ძალაუფლება და პასუხისმგებლობა აქვს, ვისაც რაიმე აბარია, ვინც ანგარიშვალდებულია, ადმინისტრატორი, მენეჯერი და ასე შემდეგ. ორივე განმარტებიდან მნეობის სამი ცხადი ასპექტი იკვეთება. ზედამხედველობს ზღვის საკუთრებას, მიცემული აქვს მინდობილის მართვის ძალაუფლება, პასუხისმგებელია, ანგარიშვალდებულია მესაკუთრის წინაშე. ყველაფერი ღმერთმა შექმნა და მასვე ეკუთვნის. ფსალმუნი 24 პირველი მუხლი აცხადებს: უფლისა არის ქვეყნიერება და სავსება მისი, სამყარო და მკვიდრნი მისი. აქედან ჩანს, რომ ამ სამყაროში ყველაფრის მნეები ვართ. ჩვენ უნდა ვმართოთ დედამიწა, მიწა, წყალი, ჰაერი, რესურსები, ცხოველები, თევზი და ფრინველი. პასუხისმგებლობა გვაკისრია ადამიანების კეთილდღეობაზე სულიერად, ემოციურად, ინტელექტუალურად და ფიზიკურად. ეს მოიცავს ყოველგვარ ღვთიურ და სასარგებლო ცოდნას, სიბრძნესა და გაგებას. კიდევ შემეძლო გაგრძელება, მაგრამ არსებითად ყველაფერზე გვაკისრია პასუხისმგებლობა დედამიწაზე, იქნება ეს ხილული თუ უხილავი. მოდი კიდევ უფრო სიღრმეში ჩავიდეთ პავლეს განცხადებიდან მნეობის ზუსტი მნიშვნელობის გამოსარკვევად. იგი წერს ღვთის საიდუმლოთა მნეებზე. New Living Translation ამბობს, რომ დაყენებული ვართ ღვთის საიდუმლოთა განმარტებისათვის. პავლეს ცხოვრებაში ერთ-ერთი ნიჭი, ქარიზმა, გამოცხადება გახლდათ. საიდუმლოების, ფარული ჭეშმარიტების გაცხადება, რომელიც აქამდე ცნობილი არ ყოფილა. ამრიგად, ნამდვილი მნეობა, რომელზეც ის ლაპარაკობს, არ შეეხება ფულის, დროის, რესურსების მართვას, ყველაფასეულ მნეობას, არამედ ნიჭის განკარგვას მის ცხოვრებაში. ეს ჩვენს გვეხება? პეტრე წერს: თითეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება ღვთის მრავალგვარი მადლის კარგმნეს. პეტრეს პირველი წერილის მეოთხე თავის მეათე მუხლი. ჩვენ მიერ გამოკვეთილი ყველა სიტყვა ამ ერთ მუხლშია გამოყენებული. ნიჭი, ქარიზმა, მნეობა, ოიკონომოს და მადლი ქარის. პეტრე პავლეს მსგავსად გვამცნობებს ქარიზმაზე, მინდობილ მნეობაზე. ამ ერთ მუხლში ბევრი რამ არის გაცხადებული, ამიტომ მას გულმოდგინედ გამოვიკვლევთ. ყურადღება მიაქციეთ პეტრეს ნათქვამს, რომ ყველას გვაქვს ნიჭი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მას არ უხსენებია ყველა მსახური, ყველა პასტორი, ყველა თაყვანისცემის ლიდერი ან სხვა მსახურების ნიჭი, რომელიც სცენაზეა საჭირო. იგი თითეულის ნიჭზე ლაპარაკობს. თუ ზეციდან შობილი ხართ, გაქვთ ნიჭი ან ნიჭები, რომლებიც გერგოთ, მოგანდეს. ეს გახლავთ პასუხი ორი თავის წინ დასმულ კითხვაზე. თქვენ გაქვთ ერთი ან რამდენიმე ნიჭი, რომლებიც მადლის განსაკუთრებული საჩუქარია და კონკრეტული უნარებით გაძლიერებთ. მოდი მაგალითისათვის პავლეს მიდგომა გამოვიყენოთ თქვენი ნიჭის მნიშვნელოვნების დასანახად. ფაქტობრივად იგი მეტის სერიოზულობით უდგებოდა მნეობის ნიჭს. კორინთელთა მიმართ წერილში მოგვიანებით ასე წერს: ვინაიდან თუ ვახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ეს ჩემი აუცილებელი მოვალეობაა და ვაიმე თუ არ ვახარებ. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ, სახლმმართველობა მაქვს მონდობილი. 1 კორინთელთა მე-9 თავის მე-16-მე-17 მუხლები. ჩემი ყურადღება მაშინვე მიიპყრო სიტყვებმა ვაი და მე. ძლიერი სიტყვებია, იმაზე ძლიერი, ვიდრე გაცნობიერება შეგვიძლია. სიტყვის ვაი აღმნიშვნელი ბერძნული სიტყვა გახლავთ ოუაი. იგი ითარგმნება როგორც უბედურება, საშინელება. სხვა ლექსიკონში მისი მნიშვნელობა ასეთია: წუხარებისა და გულისწყრომის გამოძახილი. ახალ აღთქმაში ამ სიტყვის ყოველი გამოჩენა ძალზე სერიოზული და შემაძრწუნებელ სასჯელს გულისხმობს, რომელიც იმ ადამიანებს ელით, რომელთა მიმართაც გამოითქვა. როცა პავლე ამბობს ვაი მე, ეს წყევლის დატეხვის ანალოგიურია. ამან მეხსეულად უნდა მიიპყროს ჩვენი ყურადღება. ღვთივბოძებული ნიჭების უგულებელყოფა სერიოზული საკითხია. პავლე მიცოდა, რომ ღმერთმა რაღაც დიდად ფასეული მოგვანდო. აი გამომაფხიზლებელი ჭეშმარიტება. თუ მათ სათანადოდ არ გამკარგავთ, სხვები ღვთისგან მათთვის განსაზღვრულ სარგებელს ვერ მიიღებენ და უფრო მეტიც დაზარალდებიან. პავლე მიცოდა, რომ ნიჭი მისთვის არ იყო, არამედ სხვებისთვის მისი მეშვეობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
ისეთ რამეს ატარებდა, რაც ღმერთს სხვებისთვის სურდა, სწორედ ეს იყო ნიჭის უგულებელყოფის მის მიერ წარმოთქმული მკაცრი ვაის უკან მდგარი მიზეზი. მოდი ეს მე და თქვენ მოვირგოთ. აქ ორი მნიშვნელოვანი მომენტია გამოსაკვეთი. პირველი, პავლეს ნიჭი შესამჩნევი გახლდათ. გაიხსენეთ, რომ ღმერთმა ნაკლებად წარმოსაჩენ ნიჭებს მეტი პატივი არ გუნა, ვიდრე ცხადად დანახულს. თუ პავლე თვალშისაცემ ნიჭს სერიოზულობით ეპყრობოდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაკნინოთ ნიჭი, რომელიც ღმერთმა ჩვენში ჩადო, მაგრამ ნაკლებად ხილულია. უფრო მეტად მნიშვნელოვანია მეორე დასკვნა. ღვთიური ნიჭები თქვენს ცხოვრებაში თქვენთვის როდია. იგი სხვებისთვის სარგებლობის მოსატანად მოგეცათ. წერის ნიჭი ჩემთვის კი არ არის, არამედ თქვენთვის. ქადაგების ნიჭი ჩემთვის კი არ არის, არამედ მათთვის, ვისაც მივმართავ. წინამძღოლობის ნიჭი ჩემთვის კი არ არის, არამედ მათთვის, ვისაც ვუძღვები და ასე შემდეგ. ჩვენ ვირჩევთ, როგორ გამოვიყენებთ ნიჭს. შეგვიძლია ნიჭი კარგად გამოვიყენოთ ცხოვრებაში, ან უგულებელყოთ. არჩევანი ჩვენზეა. ნიჭი კვლავ იმოქმედებს, თუმცა ცათასამეფო შენების თავდაპირველი ღვთიური განზრახვით არ იყოს გამოყენებული. ადოლფ ჰიტლერი ნიჭიერი ლიდერი გახლდათ და შეეძლო ერი ისე ემართა, რომ სარგებლობა მოეტანა მილიონობით გერმანელის, ებრაელის, რუსის, ფრანგის, ბრიტანელის და სხვა ეროვნების წარმომადგენელთათვის. გამოიყენა თავისი ნიჭი ღვთის სადიდებლად, თუ საკუთარი თავის და მის მიერ დაფასებული ადამიანის საკეთილდღეოდ, ზიანი მოიტანა ნიჭის მეშვეობით. იყვნენ თუ არა ებრაელები და სხვები გაძარცვულნი, განადგურებული, ნაწამები და სასიკვდილოდ განწირული არა ღმერთის საქმისთვის. განა მან არასწორად არ გამოიყენა წინამძღოლობის ნიჭი, რომელიც მიცემული ჰქონდა? ამ კითხვებზე პასუხის გაცემას დიდი მსჯელობა არ სჭირდება. აქ ყველაფერი ნათლად ჩანს. ადოლფ ჰიტლერის მნეობის შესახებ ყველაფერი ცხადია, მაგრამ მინდა ორ სხვა კარგად ცნობილ პიროვნებაზე ვისაუბროთ, რომელთა საქმე ასე გარკვეული არ არის. პირველი უიტნი ჰიუსტონი გახლდათ, ხელოვანი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმით, რომელიც კი ცხოვრებაში მომისმენია. ეჭვს არ იწვევდა ღვთიური შეხება მის ცხოვრებაში. უიტნის შესრულება მსმენელს გულში წვდებოდა. ის იყო არაამქვეყნიური, ანგელოზის დარი და საკმაოდ ძლიერი. მეორე მაგალითი ფრედი მერკური გახლავთ, რომელიც ქვინის სოლისტი იყო. მან სავსე სტადიონების შეძვრა შეძლო თავისი კომპოზიციისა და სიმღერის ნიჭით. მისი უნარები საშუალოს მეტისმეტად აღემატებოდა და ზოგიერთებს ზებუნებრივადაც მიაჩნდათ. მას ხალხის აყოლიება თითქმის ყველა ვითარებაში შეეძლო. ფრედის გარდაცვალებიდან წლები გავიდა, მაგრამ მისი სიმღერები დღემდე პოპულარულია. კარგად გამოიყენეს თუ არა თავიანთი ნიჭები უიტნიმ და ფრედმა. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრი ამ საკითხს საკამათოდ გახდის, თუმცა შევეცადოთ მათი ცხოვრება იესოს სიტყვების ფონზე განვიხილოთ. მართლდება სიბრძნე თავისი საქმეებით. მათეს სახარების მე-11 თავის მე-19 მუხლი. და კიდევ, და გამართლებულია სიბრძნე ყველა მისი შვილის მიერ. ლუკას სახარების მე-7 თავის 35 მუხლი. მოდი ამ ორი საოცარი ხელოვანის ნაყოფი გამოვიკვლიოთ მათი მნეობის მოკლე და გრძელვადიანი შედეგებით. იყენებდა თუ არა უიტნი თავის ნიჭს ადამიანების ღვთის თანდასწრებაში შესაყვანად. მისი სიმღერის მოსმენის შემდეგ მსმენელები ღვთის მოსაობას ესწრაფოდნენ? მომღერლის შესრულება ოჯახური აღთქმების განმტკიცებას უზრუნველყოფდა, თუ არარეალური რომანტიული მოლოდინების წარმოქმნით უკმაყოფილებას იწვევდა. იყენებდა ფრედი თავის ნიჭს მსმენელების სიმართლისკენ გასაძღოლად? მიუთითებდა შემოქმედის პატივისცემაზე? როგორ წავიდნენ დედამიწიდან უიტნი და ფრედი? მათი მემკვიდრეობა ხანგრძლივია თუ წარმავალი? საუკუნოდ გაგრძელდება თუ ამ ქვეყნიერებასთან ერთად განადგურდება? იესო შედეგების გათვლისკენ მოგვიწოდებს, თავად განსაზღვრეთ უიტნისა და ფრედის მნეობის შედეგები. საბოლოო გამოცდა ჩვენი შემოქმედის წინაშე წარდგომისას იქნება, თითეული პასუხს აგებს სამსჯავროზე. გავაცნობიერე, რომ თუ უიტნის და ფრედის ფანი ხართ, შესაძლოა ეს მსჯელობა თქვენთვის უხერხულობის მომტანი იყოს. მოდი დავსვათ კითხვა, რომელიც უფრო მეტად გააცხადებს თუ როგორ შეფასდება მათი მნეობა სამსჯავროზე. მოდი მათი მემკვიდრეობა აქედან 10 მილიონი წლის პერსპექტივით განვიხილოთ. როგორ გაიხსენებენ უიტნი და ფრედი ღვთისგან ბოძებული ნიჭების მართვას? მარადიულობიდან დანახულმა შესაძლოა შეცვალოს თქვენი თავდაპირველი ხედვა. ცხოვრება ეს პერსპექტივაა. თუ 80 წლიანი არსებობის კუთხით განვიხილავ, საგნებს სხვაგვარად აღვიქვამთ, თუმცა მარადიულობის თვალსაზრისით ყველაფერი განსხვავებულად ჩანს. იფიქრეთ ამგვარ სცენარზე. მიწვეული ხართ კაფეტერიაში სადილზე. ერთჯერადად იხდით თანხას და შეგიძლიათ მიირთვათ, რასაც ინებებთ. აქ არის დიდი მაგი და საოცრად გემრიელი დესერტებით. თუ ამ მაგიდას ერთი დღის პერსპექტივით შეხედავთ, რას გააკეთებთ? ალბათ ყველაფერს გასინჯავთ, რაც მაგიდა ზედევს. თუ იგივე მაგიდას ერთწლიანი პერსპექტივით შეხედავთ, შეიძლება მხოლოდ ერთი დესერტი გასინჯოთ, ან საერთოდ არაფერს ახლოთ ხელი.
რატომ? იმიტომ რომ არ გინდათ დილით კუჭმა შეგაწუხოთ, ან 10 ფუნტით მეც იწონიდეთ მომდევნო კვირას და მრავალწლიანი ჯანმრთელობა დათმოთ. როცა უიტნისა და ფრედის ნაყოფებს მარადიულობის პერსპექტივით უყურებთ, მათი მნეობის სიბრძნე უფრო ცხადი ხდება. ადოლფ ჰიტლერზე, თუნდაც უიტნი ჰიუსტონსა და ფრედი მერკურის ლაპარაკი უსაფრთხოა, მაგრამ აქ რეალობას ვხედავთ, რომელმაც უნდა გამოგვაფხიზლოს. მე და თქვენ პასუხი უნდა ვაგოთ ჩვენთვის მინდობილ ნიჭებზე, როცა მსაჯულის წინაშე წარდგებით. მათ 80 წლიანი ცხოვრების კი არა, მარადიულობის ფონზე განიხილავენ. ჩვენი ნიჭები გამოიცდება ღვთის საუკუნო სიტყვის სინათლეზე, რომელიც სათასამეფოსთვის შენებას გვავალდებულებს. გაძლებს ჩვენი მემკვიდრეობა თუ ქვეყნიერების სისტემასთან ერთად გადაივლის. მოტივაციაზე დაკვირვება. ნება მომიცით გავიმეორო პირველი თავის მსჯელობა. თქვენი ნიჭის განკარგვა ნებისმიერ დროს შეგეძლიათ 3-დან 1-1 გზით. გამოიყენებთ სათასამეფოს საშენებლად, გამოიყენებთ საკუთარი თავისთვის, საერთოდ არ გამოიყენებთ და უგულებელყოფთ მათ. მნიშვნელოვანია მეორე პუნქტის დაზუსტება, რომელიც ხშირად მაცდურია. ბევრი ფიქრობს, რომ სხვებს აშენებს, უფრო მეტიც სათასამეფოსთვის იღწვის, სინამდვილეში კი მათი მოტივი მხოლოდ საკუთარი სარგებლობა გახლავთ. მე უბედურად აღმოჩნდი ანალოგიურ მდგომარეობაში. წლების წინ მსახურების დასაწყისში ყველას თავაზიანად ველაპარაკებოდი და ქების სიტყვებს არავისთვის ვიშურებდი. არც გუნდის წევრებისთვის, არც ეკლესიისა და არც ნებისმიერი ადამიანისათვის მსოფლიოში. ამ ნეტარ და სასიამოვნო გამცხადებებს მაშინაც ვაკეთებდი, როცა სიმართლეს არ შეესაბამებოდა. სიტყვა უკან მიბრუნდებოდა თუ რა კარგი და მოსიყვარულე ადამიანი ვიყავი. ეს კომპლიმენტები უფრო მეტად ახალისებდა ჩემს ქცევას. ერთ დღეს ლოცვაში ღმერთმა მითხრა: ხალხი ამბობს, რომ მოსიყვარულე და კეთილი ადამიანი ხარ, არა? ჩვეულებრივ ვითარებაში ამას შექებად ჩავთვლიდი, მაგრამ სულიწმინდის ლაპარაკის მანერამ მაგრძნობინა, რომ საქმეს ასეთი პირი არ უჩანდა. ამიტომ ფრთხილად გამოვთქვი: დიახ, ასია. მან მყისვე მიპასუხა: იცი მარტო შენ რატომ აქებ ადამიანებს? კიდევ უფრო სიფრთხილით უთხარი: რატომ? იმიტომ რომ მათგან უარყოფის გეშინია, მითხრა მან. ამრიგად, ვინ არის შენი სიყვარულის ობიექტი, თავად შენ თუ ისინი? როცა მივხვდი, რომ ჩემი ზრახვები სრულიად და საბოლოოდ გამჟღავნდა, ვაღიარე მისი განცხადების ჭეშმარიტება. შემდეგ მან მითხრა: მართლა რომ გიყვარდეს ადამიანები, სიმართლეს ეტყოდი მათ, თუნდაც მათგან უარყოფის რისკის ფასად. ამან შეასწორა ადამიანების მიმართ ჩემი დამოკიდებულება. ჩვენს მსჯელობასთან დაკავშირებით კითხვა უნდა დავსვა. შესაძლებელია თუ არა ღვთისგან ბოძებული ნიჭის შეცდომით გამოყენება ჩემი შემთხვევის ანალოგიურად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შესაძლებელია ადამიანებს ეგონოთ, რომ ჩვენს ნიჭს სათასამეფოს მშენებლობისათვის ვიყენებთ, მაგრამ სინამდვილეში ანგარებით მოქმედებდეთ საკუთარი სარგებელისათვის. პასუხი ნამდვილად დადებითი იქნება და ჩემს თავს მაგალითად კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ. შემდეგ კი მას წმინდა წერილის მუხლებით გავამყარებ. როგორც წესი, უფლისაგან პირდაპირ მითითებას არ ვიღებ, თუ რა საკითხზე ვილაპარაკო კონფერენციაზე ან ეკლესიის მსახურებაზე, მაგრამ ჩემს გულს ვუკვირდები თუ რისკენ მივიძღვის სულიწმინდა. უნდა ითქვას, რომ იყო ერთი შემთხვევა, როცა ქადაგებამდე უშუალოდ უფალი დამელაპარაკა. ცენტრალურ დასავლეთში კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას ვგეგმავდი. როცა ამისათვის განსაზღვრულ დღეს სასტუმროს ნომერში გამეღვიძა, სრულიად დაუეჭვებლად გავიგონე სულიწმინდის ხმა. მინდა რომ ხალხს მოემსახურო სატანის სატყუარაში განხილულ საკითხებზე ქადაგებით. ეს წიგნი 1994 წელს დავწერე წყენის გადალახვასა და ადამიანების პატიებაზე, რომლებმაც ტკივილი მოგვაყენეს. მთელი დღე ჭიდილი მქონდა მის მითითებასთან დაკავშირებით. სატანის სატყუარის სათქმელმა თავისი თავი წლების წინ ამოწურა. ის ბესტსელერი გახლდათ და ამ თემაზე კარგად დიდი ხნის მანძილზე ვქადაგებდი მთელი ქვეყნის მასშტაბით. ადამიანთა უმრავლესობას ის უკვე მოსმენილი ჰქონდა. სულიწმინდის ამ მიმართულებას ისიც აძნელებდა, რომ ახალ ხელნაწერზე ვმუშაობდი. როცა რაიმეს თვეების განმავლობაში წერთ, ის ჭეშმარიტება უფრო ძლიერად და ცოცხლად არის გულში აღბეჭდილი. და ბოლოს ნამდვილად აღარ მინდოდა ძველი ქადაგების განმეორება. მიუხედავად ამისა, სულიწმინდის სიტყვა სრულიად ნათელი გახლდათ. იმ საღამოს დარბაზს რომ მივუახლოვდი, კონფერენციის კოორდინატორებმა მითხრეს, რომ ხალხი შორი მანძილიდან ჩამოვიდა ჩემს მოსასმენად. ჟრუანტელმა დამიარა. ვიფიქრე, რომ ეს მოგზაურები ჩემს ქადაგებას განმეორებით მოისმენდნენ და დიდი ალბათობის სატანის სატყუარად წაკითხული ექნებოდათ. როგორც კი აუდიტორიაში შევაბიჯე, დამოხტული ატმოსფერო ვიგრძენი. ხალხის მოლოდინი ცხადი იყო. დილას მიღებული მითითების შესრულება კიდევ უფრო რთული მეჩვენებოდა. არ მინდოდა ადამიანებისათვის იმედი გამეცრუებინა. ზეწოლას დავემორჩილე და ახალი სიტყვის საქადაგებლად მოვემზადე. მაყოფილი დარჩი კონფერენციის მსვლელობით. ძლიერი ქადაგება იყო და ხალხი ენთუზიაზმით მპასუხობდა. ზოგიერთები ფეხზე წამოდგნენ ჩემ მიერ გამოკვეთილი რამოდენიმე ძლიერი მომენტის აღსანიშნავად.
ისე ჩანდა თითქოს სიტუაციიდან ამოუძვერი, ან იქნებ ღმერთს არ უთქვამს ეს სიტყვები დილით. ნებისმიერ შემთხვევაში გახარებული ვიყავი. მოგვიანებით ფოიეში ყველა სავსე და მადლიერი იყო დიდებული სიტყვის გამო. როგორც სხვა შემთხვევებში ხდებოდა ხოლმე, ქალაქი კმაყოფილებისა და სიხარულის გრძნობით დავტოვე, თითქოს ღმერთი ჩემი გულიდან იღიმოდა, თუმცა მომდევნო დილას ყველაფერი შეიცვალა. დამძიმებული გულით და ენერგიისგან დაცლილმა გავიღვიძე, უფრო მეტიც დეპრესიას ვებრძოდი, მაშინვე მივხვდი მიზეზს, მე ხომ ღმერთს ვეურჩე. პირველი რაც მაშინ გავაკეთე, მუხლებზე დადგომა, მონანიება და პატიების თხოვნა გახლდათ. უფალს ვებედრებოდი, რომ იესოს სისხლით განვეწმინდე. მიუხედავად ამისა, შვება ვერ ვიგრძენი. მთელი დღის მანძილზე დამძიმებული და ნაღვლიანი ვიყავი. სასტუმროში დარჩენილი დროის, აეროპორტში გამგზავრების, დაგვიანებული რეისის ლოდინისა და დასავლეთ სანაპიროზე გადაფრენის განმავლობაში. მწუხარება, სიმძიმე და დეპრესია აუტანელი გახდა. ბოლოს, როცა ქალაქ სან-დიეგოს თავზე ვტრიალებდით, ზეწოლა უცებ მომშორდა. კითხვა დავსვი: მამა, დილით მოვინანიე და პატიება გთხოვე. რატომ არ აღმედგინე სიხარული, მშვიდობა და კმაყოფილება ამ მომენტამდე? გავიგონე უფლის ნათქვამი. მინდოდა ჩემი დაუმორჩილებლობის სიმძიმე შეგეგრძნო, რომ მისი სერიოზულობა გაგეცნობიერებინა. გასულ საღამოს მსახურებას ერთი პასტორი ესწრებოდა, რომელსაც შენთვის მონდობილი სათქმელის, სატანის სატყუარის მოსმენა სჭირდებოდა. ეს მნიშვნელოვანი დრო იყო მისი ცხოვრებისა და მსახურებისათვის. შენ მეურჩე და აი შედეგიც. სიმძიმე, რომელიც ვერ მოიშორე, გაფრთხილება იყოს, რომ ასე აღარასდროს მოიქცე. ეს ახალი ქალაქია, ამიტომ დამემორჩილე. წინა საღამოს დამსწრე ხალხზე, კონფერენციის გუნდსა და ხელმძღვანელზე ვფიქრობდი. ყველანი ბედნიერები იყვნენ. შემდეგში კიდევ მიმიწვიეს და მოგვიანებით იმ მსახურების შედეგებიც მაცნობეს. ცხადი გახლდათ, რომ ღვთის ნიჭმა ჩემი მეშვეობით იმოქმედა იმ საღამოს, თუმცა ღვთიური განზრახვის თანახმად არ იქნა გამოყენებული. ჯერათ რომ ეს შეიძლება ნამდვილად მოხდეს? მოდი წმინდა წერილის შემთხვევები განვიხილოთ ღვთაებრივი ნიჭის არასწორად გამოყენების საილუსტრაციოდ. იფიქრეთ მოსეზე. ის მოწოდებული იყო ისრაელის აღთქმულ მიწაზე შესაყვანად და ამ მისიის შესასრულებლად გამორჩეული სასწაულების მოხდენის ნიჭი მიეცა. ერთხელ ღმერთმა მოსეს კლდისთვის დალაპარაკების მითითება მისცა, რომ იქიდან წყალს გადმოეჩქეფა ხალხის დასარწყულებლად. გაბრაზებულმა მოსემ კლდეს კვერთხი დაჰკრა და მის უშუალო მითითებას არ დაემორჩილა. მიუხედავად ამისა, შუაგულ უდაბნოში მილიონობით ადამიანისათვის საკმარი წყალი უხვად წამოვიდა. ეს მოსეს რეზიუმეში მეორე ცხადი სასწაული გახლდათ. ვიმეორებ, რომ ადამიანები აღრთვანებულები იყვნენ თავიანთი წინამძღოლის უნარებით, თუმცა კონფერენციის დასრულების შემდეგ მოსეს პასუხისგება მოუხდა ნიჭის ღვთის მითითების საწინააღმდეგოდ გამოყენების გამო. ეს გახდა მიზეზი, რის გამოც აღთქმულ ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს. ამაზე ფიქრმა უნდა გამოგვაფხიზლოს. კიდევ ერთი მაგალითი ბილყამი გახლავთ. მან ისრაელზე იწინასწარმეტყველა და მისი სიტყვები ახლაც არის ჩაწერილი წმინდა წერილში. რა დიდებული მოწმობაა, რომ შენი წინასწარმეტყველება ღვთის მარადიულ სიტყვაში აღიბეჭდა. თუმცა ამბავი ამით არ სრულდება. ღმერთმა განსაკუთრებული გაფრთხილება მისცა მას, რომ არ წასულიყო, არ გაეკეთებინა ის, რაც სხვებს უნდოდათ. და მაინც ბილყამისთვის მინდობილი ნიჭი, მაშინაც მოქმედებდა, როცა ღმერთმა წასვლა აუკრძალა. არ წაჰყვე მათ, რიცხვთა 22 თავის მე-12 მუხლი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნიჭი თავდაპირველი ღვთიური განზრახვის მიღმაც მოქმედებდა. აი დასკვნა. ღმერთი მის მიერ ბოძებული ნიჭების მიკრომენეჯერი არ გახლავთ. ასე რომ ყოფილიყო მნეებს აღარ გვიწოდებდა. მნეს მიცემული აქვს ძალაუფლება მისთვის მინდობილ საგანზე პირდაპირ ზედამხედველობის გარეშე. ბიბლიური მაგალითი იქნებოდა იესოს იგავი ორგულ სახლმმართველზე. მნეზე. იყო ერთი მდიდარი კაცი, ჰყავდა სახლმმართველი, რომელზეც ამბავი მიუტანეს ქონებას გინიავებსო. დაიბარა და უთხრა: ეს რა გავიგე შენზე? ჩამაბარე შენი მმართველობის ანგარიში, რადგან სახლმმართველი ვეღარ იქნებიო. ლუკას სახარების მე-16 თავის პირველი მეორე მუხლები. სახლმმართველის პოზიცია ბიბლიურ ეპოქაში უფრო ფართოდ იყო გავრცელებული, ვიდრე დღეს არის, ამიტომ შეიძლება რაიმე მნიშვნელოვანი გამოგვრჩეს. ყურადღება მიაქციეთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში მდიდარმა კაცმა არაფერი იცოდა დანაკარგის შესახებ. იგი ყოველდღიურად არ აკონტროლებდა სახლმმართველის საქმიანობას. ვიღაცამ ყურადღება მიაქცევინა ადამიანის უმართლობაზე, რაც კარგახნის მანძილზე გრძელდებოდა. იგივეს ვხედავთ იოსების ცხოვრებაში დაბადების წიგნიდან. მან ეგვიპტეში პოტიფარის სახლის მონობიდან დაიწყო, მაგრამ ბოლოს წარმატებას მიაღწია და მთელი სახლეულის მნე გახდა. შემდეგში ვკითხულობთ: იოსებს მიანდო მთელი თავისი ქონება, თვითონ კი აღარაფერზე ფიქრობდა ჭამასმის გარდა. დაბადების 39 თავის მე-6 მუხლი. პოტიფარი იოსების საქმიანობას არ ზედამხედველობდა და წვრილმანებში არ აკონტროლებდა. მან მნეობა მთლიანად იოსებს ჩააბარა. ეს იმ ნიჭების ანალოგიურია, რაც ღმერთმა გვიბოძა.
პეტრე მოციქული გვავალდებულებს, რომ ღვთის მრავალმხრივი ნიჭის, ქარიზმის, კარგი მნეობა გავწიოთ. უხილავი მარადიული ნიჭები. მოდი ეს საკითხი უფრო ღრმად განვიხილოთ. პირველ რიგში გავიხსენოთ პეტრეს სიტყვები. თითეული იმ ნიჭით ემსახურეთ ერთმანეთს, რაც მიგიღიათ, როგორც შეეფერება კარგ მნესს. ჩვენგან როგორც მნეებისგან მსახურებას, ანუ ნიჭების გამოყენებას ელოდებიან. ვიმეორებ, რომ ისინი ჩვენ კი არა, სხვებს ეკუთვნით. სიტყვა მსახურები ბერძნულად დიაკონეო გახლავთ და განისაზღვრება როგორც მომსახურება, მზადყოფნა, სამუშაოს შესრულებაზე ორიენტირებულობა. ნიჭებთან დაკავშირებით მომსახურების დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ. ისინი უსასყიდლოდ გადმოგვეცა და სხვათა ცხოვრების შენების მიზნით უნდა გამოვიყენოთ. მიღებული ნიჭებით უნდა ვემსახუროთ ერთმანეთს, როგორც ღვთის მრავალმხრივი მადლის კარგმა მნეებმა. აქ სიტყვა მრავალმხრივი სხვადასხვა სახის ნიჭს აღნიშნავს. ღვთისგან ადამიანებისათვის ბერძნული ყველა ნიჭის აღრიცხვას მრავალი გვერდი დასჭირდებოდა. ფაქტობრივად, ასეთი სიის შედგენა შეუძლებელიც კია. ზოგიერთი ნიჭი ცხადად უკავშირდება სამეფოს მშენებლობას, მაგრამ სხვების ამოცნობა სირთულეს წარმოადგენს. აი მაგალითიც. ამას წინათ ცნობილი პასტორის ლაპარაკი მოვისმინე ერთ საინტერესო დიალოგზე, რომელიც უშუალოდ მისი ყოველწლიური კონფერენციის წინ შედგა. ეს ყოველწლიური მოვლენა პოპულარულია და მას მრავალი ადამიანი ესწრება. როცა გუნდი დარბაზს ამზადებდა, პასტორმა მისი ეკლესიის წევრი ექიმი დაინახა, რომელიც კონფერენციის დელეგატებისათვის დასარიგებელ ბროშურებს სკამებზე ალაგებდა. პასტორი ექიმთან მივიდა და ბოდიში მოუხადა: „ექიმო, თქვენ ეს არ უნდა აკეთოთ. ჩვენ გვყავს ინტერნები და მოხალისეები, რომლებმაც ამ საქმეს უნდა მიხედონ." პასტორმა თქვა, რომ ექიმმა სერიოზულად, მაგრამ თავაზიანად შეუსწორა. „ყოველ წელს ამ კონფერენციის გამოშვებულებას ვიღებ. ეს კვირა ჩემთვის უძვირფასესია, რადგან შემიძლია რაღაც ვაკეთოთ სათასამეფოს აღმშენებლობისათვის." უსმენდი ჩემ მეგობარ პასტორს, როცა ამ ამბავს ყვებოდა და გული დამწყდა ექიმის გამო. მივხვდი, რომ ცხოვრების პუნქტებს შორის კავშირის დამყარება გაძნელებოდა და სათასამეფოს შენებაში მისი ნიჭის ფასეულობას ვერ ხვდებოდა. ვიმეორებ, რომ ზოგიერთი ნიჭი უშუალოდ უკავშირდება შენებას, სხვები კი ირიბად, თუმცა ნაკლებად მნიშვნელოვანი როდია. ექიმი არაფრით განსხვავდებოდა პირველ თავში ნახსენების ტენისაგან. რა მოხდებოდა, რომ ექიმები არ ყოფილიყვნენ? რა იქნებათ სათასამეფოს სხვა სფეროებში შენების მოწოდების მქონე ადამიანები, ავად რომ გახდნენ და გარდაიცვალონ. ბევრი ადამიანი ნაადრევად წავიდოდა ამ ქვეყნიდან სამედიცინო დახმარების გარეშე. ილუსტრაციისათვის ასეთი სცენარი წარმოვიდგინოთ. ექიმი თავის ნიჭს იყენებს დიასახლისის ჯანმრთელობის აღსადგენად. ამის შედეგად დედა არ არის უიმედო ავადმყოფი და არც ნაადრევად კვდება. მას შესაძლებლობა აქვს იმოქმედოს და აყვავდეს შვილების ღვთისმოსაობაში აღზრდის ნიჭის გამოყენებით. ერთ-ერთ შვილს ინოვაციების სფეროში გარკვეული უნარები მიეცა და დედა მას ყოველმხრივ ხელს უწყობს. ეს გოგონა კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალობით სწავლას ასრულებს და ერთ კომპანიაში მუშაობას იწყებს პროგრამების შექმნის მიმართულებით. ზრდასრული ასული უკვე სრულად მოქმედებს თავისი ნიჭის გამოყენებით და კომუნიკაციის ისეთ ახალ გზას იგონებს, რომლის მსგავსი ბაზარზე არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მისი ინოვაცია შორს ვერ წავა სარეკლამო განყოფილების თანამშრომლის გარეშე. ეს უკანასკნელი თავის ნიჭს იყენებს, რომ მსგავსი პროდუქციით მოვაჭრეებსა და მომხმარებლებს ახალი პროგრამული პაკეტის შესაძლებლობები გააცნოს. ერთ-ერთი მოვაჭრე, კომპანია, რომელსაც უნარიანი ქალი ხელმძღვანელობს, პროდუქციას იძენს. ამ საცალო ვაჭრობის მაღაზიაში არსებობს გაყიდვების გუნდი და მისი ერთ-ერთი თანამშრომელი მამაკაცი თავისი ნიჭის გამოყენებით პროგრამული პაკეტის ისეთი მსახურებისათვის მიყიდვას ცდილობს, რომელიც მოწოდებულია მსოფლიო ერების დამოწაფებაში. ამ მსახურებას ყავს ნიჭიერი კომპიუტერული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რომელიც აცნობიერებს ხსენებული პაკეტის შესაძლებლობებს და მისი შეძენის რჩევას იძლევა. იგი პროგრამას არსებულ სისტემაში რთავს. შედეგად ამ მსახურებას გაცილებით ეფექტურად შეუძლია პასტორებსა და ლიდერებზე ზეგავლენის მოხდენა მსოფლიო მასშტაბით. შედეგები: მაჩვენებლების ზრდა ცხადყოფს მეტი მამაკაცისა და ქალების გამოჩენას და დამოწაფებას ამ საკომუნიკაციო პროგრამული პაკეტის მეშვეობით. სამსჯავრო ტახტზე იესო დიასახლისის მკურნალ ექიმს აჩვენებს უამრავ ადამიანს, რომლებიც მან მოიპოვა მსოფლიოს ერებიდან. ჩვენ მხოლოდ წარმოდგენა შეგვიძლია თუ რა გამჟღავნდება. ექიმი განცვიფრებული იტყვის: „არა, ეს მე არ ვიყავი, ამ ქვეყნებში არასოდეს ყოფილ ვარ." შემდეგ იესო აჩვენებს, რომ ცხოვრებისეული ნიჭის გამოყენებაში ერთგულებამ ჯაჭვური რეაქცია მოიტანა, რასაც მოჰყვა აურაცხელი გადარჩენილი სული და მორწმუნეთა გაძლიერება მსოფლიოს მასშტაბით. დიდი ალბათობით იესო ასე ეტყვის ექიმს: „ნეფსით შრომობდი მედიცინის სფეროში ისეთი გულმოდგინებით, თითქოს ადამიანების კი არა, უფლისათვის მუშაობდი და შენი ნაყოფი თვალსაჩინოა. შენმა მორჩილებამ დიდი გავლენა მოიტანა. ყოჩახ, კეთილო და ერთგულო მონა." ალბათ კითხვა გაგიჩნდებათ, ნუ თუ ამ იდეას ბიბლია მხარს უმაგრებს. წაიკითხეთ შემდეგი.
ყოველივე რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ როგორც ღმერთისთვის და არა კაცთათვის. იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისგან საზღაურად, ვინაიდან უფალ იესო ქრისტეს ემსახურებით. კოლოსელთა მიმართ წერილის 3 თავის 23-24 მუხლები. ეს მხოლოდ ერთი სურათია. ამგვარი კავშირების თუ ჯაჭვური რეაქციის ურიცხვი შესაძლებლობა არსებობს. მოდი ჩემი მეგობარი პასტორის რეალურ ამბავს დავუბრუნდეთ. რა მოხდება თუ ექიმს მობეზრდება წელიწადში მხოლოდ ერთი კვირი თავსება? რასაკვირველია კმაყოფილების ნაკლებობას მისი ნიჭის მშენებლობის უცოდინარობა აღვივებს. სრულიად შესაძლებელია, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს სამედიცინო სფეროს და სისრულის ძიებას შეუდგეს წელიწადში 52 კვირის განმავლობაში. დავუშვათ, იგი იღებს მსახურებას საეკლესიო სწავლებაში და დამოწაფების კლასებისათვის პროგრამას ადგენს. რა მოხდება სამსჯავროს ტახტთან? მიიღებს დიდ ჯილდოს მასზე მინდობილი ნიჭის უგულებელყოფის შემთხვევაში? სამწუხაროა, რომ ხშირად მინახავს სრულ საეკლესიო მსახურებაში მყოფი გატანჯული ადამიანები, ვინაიდან ვერ ამოიცნეს თავიანთი ნიჭი, რომელიც ეკლესიის გარემოს მიღმა არსებულ ასპარეზზე აყვავდებოდა. სათასამეფოს უხილავი ნიჭის დანახვას ცოდნა, სულიერი მგრძნობელობა და სიმწიფე სჭირდება. აი ცოცხალი ჭეშმარიტება. თქვენს ნიჭს მოქმედებს რა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, მმართველობის, სპორტის, ვაჭრობის, ხელოვნების სფეროებში, მედიის სახლსა თუ სხვა რომელიმე ასპარეზზე კავშირი აქვს სათასამეფოს მშენებლობასთან. მთავარმა არქიტექტორმა ასე დაგეგმა. სრულიად შესაძლებელია, რომ ჩვენი მორჩილებისა და წარმატების კავშირები ვერ ამოვიცნოთ, სანამ იესოს სამსჯავროს წინაშე არ აღმოჩნდებით. როგორც პავლე წერს, ასევე კეთილი საქმეებიც წინასწარ ცხადნი არიან და თუ არა, მაინც ვერ დაიმალებიან. ტიმოთეს მიმართ პირველი წერილის 5 თავის 25 მუხლი. ამრიგად, თქვენი ნიჭი ცხადი იქნება თუ არა, მაინც გაკისრიათ ვალდებულება. თითეული ისე მოიქცეს, როგორც ღმერთმა უწილხვედრა და თითეული როგორც უფალმა მოუწოდა. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 7 თავის 17 მუხლი. მოტივაცია გადამწყვეტია. მოდი პავლეს სიტყვებს დავუბრუნდეთ, რომელსაც მნეობის მაგალითის ნიმუშად ვიყენებთ. ვინაიდან თუ ახარებ, არაფერი მაქვს დასაკვეხნი, რადგან ჩემი აუცილებელი მოვალეობაა და ვაიმე თუ არ ვახარებ. რადგან თუ ნებით ვაკეთებ ამას, საზღაური მაქვს, ხოლო თუ ნების საწინააღმდეგოდ სახლმმართველობა მაქვს მონდობილი. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 9 თავი, 16-17 მუხლები. მომდევნო ჭეშმარიტება რის გამოკვეთაც მსურს, გახლავთ ჩვენი საზღაურის კავშირი ჩვენსვე მზადყოფნასთან, ან უფრო ზოგადი გაგებით, ჩვენს დამოკიდებულებასთან. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩვენი დამოკიდებულება უანგაროა, საზღაურს ვიღებთ. თუ ჩვენი დამოკიდებულება ეგოისტურია, საზღაურს ვერ ვიღებთ. უანგარო და ეგოისტური მოტივების ამსახველი სურათები ურიცხვი და ჩამოსათვლელად შეუძლებელია. მოდი მხოლოდ რამდენიმე შედარება მოვიყვანოთ. უანგარო დამოკიდებულება იქნება: რა პატივია სხვების მომსახურება ჩემთვის მონდობილი უნარებით? ეგოისტური მიდგომა ასეთი იქნება: რა სარგებლობას მივიღებ ჩემი უნარებით? უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პირველია, რა შემიძლია შენთვის გავაკეთო, მეორეა, რა არის მასში საჩემო. კიდევ ერთი უანგარო დამოკიდებულება იქნება: ყველანაირად ვეცდები, რაც არ უნდა მივიღო საპასუხოდ, ხოლო ეგოისტური მოტივი იტყვის, რატომ უნდა მოვიკლა თავი მუშაობით, როცა არაფერი სარგებელი მაქვს. კიდევ ერთი უანგარო მოტივია: უნდა გავაგრძელო, კიდევ რამდენზე შეიძლება ზეგავლენის მოხდენა. ეგოისტური მოტივი ასე ამბობს: წარმატებული ვარ, ახლა ჩემთვის ყველაფერი ადვილია. პავლე დამოკიდებულებებისა და მოტივების მნიშვნელობაზე წერს. ისე უნდა ჩაგთვალოს ადამიანმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი. ამ სიტყვებს მაშინვე მოჰყვება. ჩემთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია თქვენგან მიკითხავთ თუ ადამიანთა სამსჯავრო. მე თვითონაც არ განვიკითხავ საკუთარ თავს. თუმცა არაფერში მამხელს სინდისი, ამით მაინც არ მართლდები, რადგან უფალია ჩემი განსჯელი. ამიტომ ნუ განსჯით დროზე ადრე, სანამ უფალი არ მოვა, რომელიც გაანათებს ბნელში დამალულს და გამოაჩენს გულის ზრახვებს. მაშინ მიიღებს თითოეული ქებას ღვთისგან. კორინთელთა მიმართ პირველი წერილის 4 თავის 3-5 მუხლები. პავლეს არ აღელვებს მეგობრების, კრიტიკოსებისა და სხვა თვითდანიშნული ავტორიტეტების შეფასება. საკუთარი მოსაზრებაც კი არ აინტერესებს. ამგვარი შეფასებები აზრს მოკლებულია იმასთან შედარებით, რის წინაშეც საბოლოოდ ყველანი წარვსგებით. ეს გახლავთ ღვთიური გამოცდა. მთავარია იესო როგორ შეაფასებს ჩვენს მნეობას. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მორჩილება ან საქმეები ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება სამსჯავროზე. იესო ნათლად აცხადებს: აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთანაა, რათა თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიუძღა. გამოცხადების 22 თავის 12 მუხლი. ეს არ გახლავთ თუ ან სცენარი, არამედ ორივე და სურათი. ორივე, მოტივების და საქმეებიც სამსჯავროზე გამომჟღავნდება.
ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ პავლე ურწმუნოთა სამჟავროზე ლაპარაკობს, დიდი თეთრი ტახტის სამჟავროზე, სადაც ურწმუნოები პასუხს აგებენ თავიანთი ცოდვებისათვის, რომ არ მიიღეს იესო ქრისტეს გადამარჩენელი მადლი. ეს ის შემთხვევა არ გახლავთ, რადგან დიდი თეთრი ტახტის სამჟავროზე ვერავინ მიიღებს ქებას ღმერთისგან, როგორც პავლე აცხადებს. მნიშვნელოვანია მისი მსჯელობის კონტექსტის შენარჩუნება. პავლე მნეობის საკითხს განიხილავს. ეჯგვარეშია თუ რაზე საუბრობს იგი. ნიჭების გამოყენებაში ჩვენი ბნელი საიდუმლოებები და ფარული მოტივები სამჟავროზე გამოვლინდება. ეს ნამდვილად იქცევს ჩემს ყურადღებას. ნებამომეცით საკითხი სრულიად გამჭირვალე გავხადო ჩემი ზემომოყვანილი დაუმორჩილებლობის ამბის გამოყენებით, როცა არ ვიქადაგე ის, რაც უფალს უნდოდა. ვინც იმ შეკრებას ესწრებოდა, ალბათ დიდი ალბათობით დარწმუნებულები იყვნენ, რომ უფალს დავემორჩილე იმ ცოცხალი სიტყვის გადმოცემისას, მაგრამ ეს ასე არ იყო. სრულიად შესაძლებელია, რომ სამჟავრო ტახტთან გაიგებენ ჩემი ურჩობის ამბავს, რადგან იესო განაცხადებს, არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს. ამიტომ რასაც ბნელში იტყვით, ჩემი ფარული მოტივები და საიდუმლოებები სინათლეზე მოისმენენ და რასაც ოთახებში ჩასჩურჩულებთ ერთმანეთს, ერდო ბანებზე გახმაურდება. ლუკას სახარების მე-12 თავის მეორე-მესამე მუხლები. სრულიად შესაძლებელია, რომ სამჟავროს დღეს გამომძახონ და იმ პასტორისა და კონფერენციის სხვა დამსწრეებისათვის ბოდიშის მოხდა მომთხოვონ, რომლებმაც სატანის სატყუარის ქადაგება ვერ მოისმინეს. რა არის მოსალოდნელი? მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ მნეობის საკითხის გააზრების მნიშვნელობას. ახლა არსებითი კითხვა ისმის: რას ელოდებიან ჩემგან? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა შედეგებს დააკვირდება იესო სამჟავროზე, როცა ჩვენთვის გადმოცემული სხვადასხვა ნიჭის გამოყენების საკითხს განიხილავს. შესაძლებელია ამის ცოდნა. სრულიად, რადგან იესო აცხადებს, რომ სიტყვა, რომელიც წარმოთქვი, განიკითხავს უკანასკნელ დღეს. იოანეს მე-12 თავის 42 მუხლი. მომდევნო თავში დავიწყებთ მსჯელობას, რომელიც გააცხადებს და გაგვაძლიერებს. ამ წიგნში სწორედ ეს საკითხია ხაზგასმული.